ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკვე დარეგისტრირებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევას. როგორც საჩივარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არაჯერ უნდა შესრულებულმა მოვალეობამ მათ მიერ საკუთარი მოვალეობის ვერ შესრულებამ როგორც ორგანიზაცია აღნიშნავენ, ქვეყანაში საარჩევნო პროცესში დაარღვია ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, ეს არის კენჭისყრის ფარულობა და ამასთან ერთად უკვე არჩევნების შემდეგ საარჩევნო დავები არ მიმდინარეობდა ეფექტიანი მექანიზმებით, რაც ასევე ძალიან დიდი პრობლემაა და რაც ასევე ხაზგასმულია უფლებადამცველი ორგანიზაციის საჩივარში. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მათ ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მანამდე სანამ ისინი მიმართავდნენ და თხოვდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ დაეზღვიათ რისკები, რომელიც კენჭისყრის ფარულობას უკავშირდებოდა. მათ ეს რისკები შეამჩნიეს ერთ-ერთ სასწავლო საინფორმაციო შეხვედრაზე, თუმცა მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან პასუხად მიიღეს ის, რომ ბიულეტენები, რომლებიც გამოყენებული იყო ამ შეხვედრისას, იყო მხოლოდ ამ ტიპის შეხვედრებისთვის გამოყენებული და იმ ბიულეტენების ხარისხი იქნებოდა სხვაგვარი, რომელსაც არჩევნებისას გამოიყენებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო, რომ არჩევნებზე ყოფილიყო დაცული კენჭისყრის ფარულობა. როგორც იცით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ყველა იმ ოლქზე, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდებოდა 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები, გაასაჩივრა ყველა ამ ოქმის შედეგები, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ თეთრი წყაროს რაიონულმა მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა მათი საჩივარი და შემდგომში ეს გადაწყვეტილებაც უკვე გააუქმა სააპელაციო სასამართლომ. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის განცხადებები, რომელიც დღეს გააკეთეს პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. გვინდა გაგაცნოთ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საიეს საჩივრის განხილვის დაწყებას. ყოველ შემთხვევაში ეს საჩივარი უკვე გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ჩვენ მივიღეთ დადასტურება გუშინ, რომ საჩივარი რეგისტრირებულია. ეს საქმე შეეხება ხმის ფარულობის დარღვევას, რომელიც დაფიქსირდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და თქვენ როგორც გემახსოვრებათ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად მუშაობდა ამ საკითხზე, მათ შორის ჩვენ გამოვიყენეთ ქვეყნის შიგნით არსებული ყველა მექანიზმი სამართლებრივი დავის, შევიტანეთ არაერთი საჩივარი 73 ოლქის წინააღმდეგ და ეს საჩივრები შეეხებოდა ტექნოლოგიურ უბნებზე ხმის ფარულობის დარღვევის გამო შედეგების ბათილობის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, ეს საქმე ეროვნულ დონეზე არ დაკმაყოფილდა და შემდგომ ჩვენ უკვე წარმოგვეშვა უფლება, რომ ამ საკითხზე მიგვემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის და მოგვეთხოვა, რომ ეს საკითხი განეხილათ. ამ საჩივარში ორი ძირითადი მიმართულება არის, რაც განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლით, რაც თავისუფალი არჩევნების უფლებას არეგულირებს. ერთი საკითხი მოიცავს თავად არჩევნების ფარულობას, რაც ფუნდამენტური პრინციპია არჩევნების და მის დარღვევის შემთხვევაში საერთოდ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ხოლო მეორე საკითხი შეეხება ამ საარჩევნო დარღვევებზე, გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებზე წარმართულ სასამართლო და საზოგადოებრივი დავების პროცესებს, რომელმაც თავის მხრივ ცალკე შეადგინა არანაკლებ მნიშვნელოვანი დარღვევა საარჩევნო დავების ჭრილში. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აღნიშნავენ, მათი საჩივარი არის პრეცედენტული და ეს აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას, რომ კონვენციის ჭრილში შეაფასონ ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა და ამასთან შეაფასონ ისიც, თუ როგორ წარიმართა საარჩევნო დავებზე პროცესი და რამდენად ეფექტურად გამოიწიეს ის დარღვევები, რაც არსებობდა არჩევნების დღეს და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.